ქვეყნიდან სავარაუდო გაქცევის სპეცოპერაცია ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებამდე. ცოტა ხნით ადრე 2025 წლის 26 იუნის დაგეგმა. როგორც ცდილობდა საქართველოს დატოვებას, თავდაცვის ექს-მინისტრი დოკუმენტები სუსის ფაილების საიდუმლო ტომში შაბათის ეთერმა აღმოაჩინა. 26 იუნის დილით წყნეთიდან კარწახის გამშვებ პუნქტამდე ჯუანშერ ბურჭულაძემ 5 საათი იარა და თითქმის 250 კილომეტრი დაფარა. დაახლოებით 12 საათზე თავდაცვის ექს-მინისტრი უკვე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტის წინ იდგა. ბურჭულაძეს აქ მესაზღვრე ოფიცერი დოკუმენტებს უმოწმებს, აყოვნებს და საბოლოოდ საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევს. ჯუანშერ ბურჭულაძე გარბოდა ქვეყნიდან ბრალის წარდგენამდე, რა უნდოდა კარწახში? სად? კარწახში. არ ვიცი ამაზე არაფერი. თურქეთში გარბოდა? არსად არ გარბოდა. აბა რატომ გადიოდა? საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საზღვარი. რატომ არ გაუშვეს? თუ ის კანონიერ იმყოფება საქართველოში. რატომ არ გაუშვეს? შეზღუდვა არ გაუშვეს, რასაც ამბობთ. ეს არის კანონდარღვევა. არ შეიძლება. რატომ არ გაასაჩივრა ბატონმა ჯუანშერმა? ეს არ გაშვება, აგერ მაქვს დოკუმენტი. ჩვენ ამაზე საუბარი არ გქონია. ჩნდება კითხვა, რატომ კარწახი? სავარაუდოდ ბაჩიაშვილის გაქცევის სცენარით ინსპირირებული ბურჭულაძე ქვეყნის დასატოვებლად საქართველოს უკიდურეს სამხრეთს ირჩევს. ეს საეჭვო გარემოებაა, რადგან კარწახის გამშვები პუნქტით ძირითადად სატვირთოების მძღოლები სარგებლობენ, რომლებიც დიდ ტვირთებს ეზიდებიან. ჩნდება კითხვა, თავდაცვის ექს-მინისტრს თურქეთში გამგზავრება თუ უნდა და შეეძლო ეს სარგებლა აეროპორტით ან მეზობელ ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შესულიყო. თუმცა საქართველოს დასატოვებლად ბურჭულაძემ რატომღაც დაუსახლებელი ტერიტორია და კარწახი შეარჩია. ამ დროს ანტიკორუფციულ სააგენტოში ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმის ტომები დევს. მისი გამდიდრების და ჯარის ფულის მოპარვის საქმის გამოსაძიებლად კი სუსში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლების სპეცჯგუფია შექმნილი. ჯარის ძარცვის სქემები კიას ცენტრში ლაგდებოდა, სურათ უყვაძე ამბობს ჩვენებაში. ჯარის ძარცვის ეს უპრეცედენტო ისტორია სუსის ფაილების მიხედვით აქ, აღმაშენებლის ხეივანში კიას ცენტრში 2023 წელს ერთი კონსპირაციული შეხვედრიდან იწყება. ბატონ ზურას ვეძებ. ტუკვაძეს. სად იმყოფება? არ გინახავთ. რომელ ოთახში შედგა კონსპირაციული შეხვედრა ჯარის ძარცვის თემაზე? სურათ უკვაძე კიას ცენტრის და 10-მდე კომპანიის მფლობელი 36 წლის ბიზნესმენია. ის თავად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში ჯარის ძარცვის სქემის თანამონაწილე თავადაც იყო, მაგრამ არ დაუკავებიათ, რადგან თავისუფლების სანაცვლოდ ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო და ახლა პროკურატურის ოქროს მოწმია. რა სქემით ძარცვავდნენ ჯარს, ბიზნესმენმა სუსში 2025 წლის 18 ივლის აღიარებით ჩვენებაში მოყვა და გამომძიებლებს მის კაბინეტში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებაც უამბო. 2023 წლის დასაწყისში ჩემთან მოვიდა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. შემომთავაზა ჩემი კომპანიებით თავდაცვის ტენდერებში მონაწილეობის მიღება. სანაცვლოდ კი გარანტირებულ გამარჯვებას უზრუნველყოფდა მისი სიძე ჯუანშერ ბურჭულაძე იგივე ჯუთა. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ მის სიტყვას ვერ ვენდობოდი და უნდა მოეცა გარანტია გადაწყვეტილების მიმღებით თანამდებობის პირებისგან. ვასილ მხეიძე რამდენიმე დღეში ჩემთან ოფისში დაბრუნდა და დაასახელა პირები, რომლის სანაცვლოდაც მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ტენდერებში ჩემი კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი და პროკურატურის ოქროს მოწმე სურათ უკვაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ჯარის ფულის მოსაპარად წლების განმავლობაში სპეციალური სქემა მუშაობდა. ხელოვნურად იზრდებოდა ფასები და თავდაცვის სამინისტრო პროდუქციას ძვირად ყიდულობდა. სანაცვლოდ კი ბიზნესმენისთვის გადარიცხული ფულიდან ქრთამი 10% ჯუანშერ ბურჭულაძესთან მიდიოდა. ამ ფულის ეგრეთ წოდებული კურიერი კი ბურჭულაძის ცოლის ძმა
ვასილ ხეიძე იყო. ვასილმა მითხრა, რომ ყოველი ხელშეკრულებიდან 10% პირადად მისთვის ნაღდი ფული, ანუ ქეშში უნდა მიმეცა. ამ თანხას კი მისი სიტყვებით რომ თქვა ზევით, ანუ მის სიძესთან ჯუანშარ ბურჭულაძესთან აიტანდა. მე ვასილ ხეიძეს დავთანხმდი. ბიზნესმენის ჩვენებით გინდება, რომ პირველი მილიონები ჯარს სამედიცინო აპარატურის შესყიდვის დროს მოპარეს, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის პროდუქციის შესაძენად 5 მილიონი გამოიყო. ზურაბ ტუკვაძის კომპანია სოლმარტმა ეს შესყიდვა მიიღო, რადგან საქმე ჯუანშარ ბურჭულაძესთან უკვე ჩაწყობილი იყო. პირობა შეასრულა თავადაც და 5 მილიონის 10% ქრთამი ეგრეთ წოდებული კურიერის საშუალებით ზევით გააგზავნა. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში კიას ცენტრში ჩემს კაბინეტში მოვიდა ვასილ ხეიძე. მე შეთანხმებისამებრ მას გადავეცი სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების 10% ნაღდი ფულის სახით. ანუ ფული, რომელიც ზევით უნდა აეტანა. ეს თანხა დაახლოებით იყო 500,000 ლარი. თანხის გადაცემის ფაქტს მოწმეები არ ჰყავს. ჯუანშარ ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ ხეიძის ადვოკატები ამ გარემოებებს კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ზურაბ ტუკვაძემ მამხილებელი ჩვენება საგამოძიებო უწყებას თავის გადასარჩენად მისცა. სანაცვლოდ კი თავისუფლება მიიღო და დაჭერას გადაურჩა. ამ ადამიანმა მიცა ვასილ ხეიძის საწინააღმდეგო ჩვენება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავად არ დაეკავებინათ, თავად არ ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში და მან ამით საკუთარი თავი გადაირჩინა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას აუცილებლად ბორკილებს დაადებდნენ. სუსის ფაილებით, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, დგინდება, რომ ჯარის ძარცვას ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონდა და ეს სისტემური დანაშაული იყო. ბიზნესმენი ტუკვაძე სუს ჩვენებაში კიდევ არაერთი შესყიდვის შესახებ უყვება, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე, რომელიც 950,000 დოლარი ღირდა, მაგრამ სამინისტროს კორუფციული გარიგების სანაცვლოდ თითქმის 3 მილიონად მიყიდა. ტომოგრაფიის აპარატი რეალურად ღირდა 950,000, თუმცა შუამავალ კომპანიას ვუთხარი დაეფიქსირებინა თავდაცვის სამინისტროსთვის 394,000, რადგან ვიცოდი, რომ ამ შესყიდვას სამინისტრო თავდაცვის მინისტრის დავალებით დაადასტურებდა. ჯარის კუთვნილი მილიონზე მეტი ლარი ჯუანშარ ბურჭულაძის ცოლის ძმას ზურაბ ტუკვაძის მტკიცებით ეტაპობრივად გადასცა. კორუფციული გარიგებით მიღებული ფულის გადასაცემად წინასწარ ჰქონდა ჩერჩეული შეხვედრის ადგილიც. შეხვედრები ძირითადად ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან, ვაკის პარკის მიმდებარედ იმართებოდა. აქ ტუკვაძე ამ ფეშენებელურ კორპუსში ბინას ფლობს. დაახლოებით 1,400,000 ლარი ეტაპობრივად ნაღდი ფულის სახით გადავეცი ჯუანშარ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ ხეიძეს. თანხის გადასაცემად მას ხვდებოდი ძირითადად ვაკის პარკის მიმდებარედ. ის მიკავშირდებოდა ინტერნეტ აპლიკაციით. ვთანხმდებოდით შეხვედრაზე და მიმქონდა ფული. სუსისთვის მიცემულ ამ აღიარებით ჩვენებაში შაბათის ეთერის ყურადღებას ირაკლი ღარიბაშვილის გვარი იქცევს. ზურაბ ტუკვაძე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს უყვება, რომ ჯარის ძარცვის კორუფციული სქემა ჯუანშარ ბურჭულაძეს ექს-პრემიერთან ჰქონდა შეთანხმებული და არ გამორიცხავს, რომ სარგებელს მოპარული ფულიდან ირაკლი ღარიბაშვილიც იღებდა. ვასილ ხეიძემ მითხრა, რომ ჯუანშარ ბურჭულაძემ ჩემი კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის და გამარჯვების სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან გაიარა და მისგან თანხმობაც მიიღო. საუბრისას ღარიბაშვილს ჯუანშარისთვის ისიც უთქვამს, რომ არ ვიყავი კარგი სიძე, მაგრამ ვარ კარგი ბიზნეს პარტნიორი. ამას ღარიბაშვილი იმიტომ იტყოდა, რომ მე მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გარე ბიძაშვილზე ვიყავი დაქორწინებული და ერთმანეთს კონფლიქტით დავშორდით. ეს იცოდა ღარიბაშვილმაც. ეს აღიარებითი ჩვენება 36 წლის ბიზნესმენისგან სუსმა 18 ივლისს მიიღო, თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროში ზურაბ ტუკვაძე 15 ივლისსაც გამოკითხეს. მაშინ მან გამომძიებლებს არც კორუფციულ გარიგებაზე უთხრა რამე და არც ატკატებზე. 3 დღეში კი ის სუსში საკუთარი ფეხით მივიდა და ხელი ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშარ ბურჭულაძეს დაადო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი საკუთარი ფეხით არ მისულა საგამოძიებო ორგანოში. ეს ადამიანი დაიბარეს. დარწმუნებული ვარ, მას უთხრეს, რომ აუცილებლად დაადებდნენ ბორკილებს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის შემდეგ ის
გახდა იწულებული, რომ მიეცა ინფორმაცია ვასილ მხეიძის საწინააღმდეგოდ და მან ჩემი ინფორმაციით საქართველოს დატოვა და ის საქართველოში არ იმყოფება. ანუ სანდო მოწმე იქნება ოქროს მოწმედ გამოცხადებული ტუკვაძე? როდესაც მოწმე გამოძიებას ძალიან მოკლე ინტერვალში აძლევს ორ რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებას. გამოძიებამ იმის და მიხედვით კი არ უნდა შეაფასოს ეს ორი ჩვენება მას, რომელი აწყობს ბრჭყალებში. არამედ რამდენად შეესაბამება ეს ჩვენება სხვა მტკიცებულებებს, სხვა ფაქტებს, სხვა გარემოებებს და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ადგილი არ ქონია. როდის იტყუებოდა ზურა ტუკვაძე, რატომ არ აგო მან პასუხი ჯარიდან მიღებულ დიდ ფულზე ან ცრუ ჩვენების გამო და რა შეთანხმება აქვს საგამოძიებო უწყებასთან? კითხვების დასასმელად შაბათის ეთერი მასთან სამსახურში მივიდა. კიას ცენტრში ტუკვაძე რამდენიმე დღეა არ უნახავთ. თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ის სავარაუდოდ ქვეყნიდან წავიდა. ბატონი ზურა ტუკვაძე არ არის სამსახურში? სად იმყოფება? ანუ ამ ოთახში გაიმართა ჯარის ძარცვის თემაზე კონსპირაციული შეხვედრა? მაგაზე არ ჩაკეტილია მისი ოთახი. სად იმყოფება? ვერ გეტყვით. რამდენი ხანია არ მოსულა სამსახურში? ყველაზე მეტია მე არ მინახია და. სადმე არ არის ქვეყანაში? არ ვიცი. დატოვა თუ არა ქვეყანა პროკურატურის ოქროს მოწმემ. ფაქტის გადასამოწმებლად შაბათის ეთერი მასთან სახლში მივიდა. ტუკვაძე დიდ დიღომში ამ სახლში ცხოვრობს, თუმცა სიხარულის 35 ნომერში ჩვენს კითხვებს არავინ უპასუხა. ტუკვაძე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. სუსი რომ ჯარის ძარცვის საქმეში ირაკლი ღარიბაშვილის კვალსეძებს ეს არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. კითხვა: რა იცოდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ექს-პრემიერმა სუსში? ჯუანშერ ბურჭულაძესაც დაუსვეს, თუმცა ექს-მინისტრმა ღარიბაშვილს ხელი არ დაადო და ამით გამოძიებას მისკენ გზა ჩაუკეტა. ამ შესყიდვის დეტალებში არათუ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, მისი ნაკლებად სტრატეგიულობიდან გამომდინარე მეც კი არ ჩავრეულ ვარ. ირაკლი ღარიბაშვილს ბურჭულაძემ ხელი არ დაადო სამაგიეროდ 8 გვერდიანი გამოკითხვის ოგმში პრაქტიკულად ციხისთვის გაწირა მისი თანამშრომლები. ის ფაქტობრივად პასუხისმგებლობას ყველაფერზე იხსნის და გამომძიებლებს მის მოადგილესთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის შეფთან ამის ამართებს. თუ დადასტურდება თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა სამინისტროს კონკრეტული სტრუქტურების გულგრილობას ან დაუდევრობას. მინისტრის მოვალეობაში არ შედის კომპანიების საიდუმლოზე დაშვების საკითხის მოგვარება. ამას შესაბამისი დეპარტამენტი აკეთებს. სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის კურატორი იყო ჩემი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ხელმძღვანელი კი იყო ვლადიმერ ღუდუშაური. ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვიდან ზუსტად 2 დღეში სუსმა, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ცოლის ძმა ვასილ მხეიძე და სამინისტროს შესყიდვების შეფი ვლადიმერ ღუდუშაური დააკავა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებდნენ, თუმცა 13 ოქტომბერს ღუდუშაური ალაპარაკდა. ჯარის კუთვნილ მილიონებზე პასუხისმგებელმა პირმა ციხეში შესულ გამომძიებლებს დეტალურად გაუშიფრა სქემა, როგორ ძარცვავდნენ წლების განმავლობაში ოცნების მაღალჩინოსნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ზარი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის შეფის მობილურზე მისი მტკიცებით აპლიკაცია სიგნალში 2022 წელს იმ დროს შევიდა, როდესაც კაბინეტში იჯდა. მინისტრმა ვლადიმერ ღუდუშაურს დავალება მისცა, რომ გორის ჰოსპიტალს სამედიცინო მოწყობილობები სჭირდებოდა და ეს ინვენტარი უწყებას ზურაბ ტუკვაძის კომპანიისგან უნდა ეყიდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დამირეკა და მომცა ზურაბ ტუკვაძის ნომერი. დამავალად დავკავშირებოდი მას და მისი მითითებით განმეხორციელებინა შესყიდვები. მისიან მასთან დაკავშირებული კომპანიებით. მე ჯუანშერ ბურჭულაძეს დავთანხმდი, რადგან წარმოუდგენელი იყო შევწინააღმდეგებოდი მინისტრს. ეს ამბავი ვუთხარი მის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასაც. მანაც მითხრა, რომ მივყოლოდი მინისტრის დავალებას. რამდენიმე დღეში მოვიდა ჩემთან ზურაბ ტუკვაძე და ჩამაწერინა 2 კომპანია, სოლემარტი და შეპესე დიჯის კომუნიკაციების მონაცემები. მითხრა, რომ ამ 2 კომპანიისთვის გამეგზავნა წერილები და რომელიც დაბალფას დააფიქსირებდა, ხელშეკრულება მასთან გამეფორმებინა.
თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანი ჩვენებაში ყვება, რომ სისტემაში კონტროლის ყველა რგოლი მოშლილი იყო. კორუფციული გარიგებების დასადებად კი შექმნილი იყო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის ფიქტიური კომისიები. აქ სისტემა ჯარის ძარცვაზე მუშაობდა. საბოლოოდ ტუკვაძის კომპანია არაერთ შესყიდვაში გამოცხადდა გამარჯვებულად კომისიის მიერ, მაგრამ კომისია თითქმის არასდროს შეკრებილა, რადგან გადაწყვეტილება მინისტრს ისედაც მიღებული ჰქონდა. ჯამში თავდაცვის სამინისტროს ტუკვაძესთან და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. 19 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა, სანაცვლოდ კი მინიმუმ 10% უკან ქრთამის სახით მინისტრის გარემოცვამ მიიღო. სკანდალურ ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი ვარაუდობს, რომ მოიპარეს მათ შორის გერმანიის ფედერაციისგან გადმოგზავნილი მილიონები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნისგან საქართველოს ჯარისთვის სამედიცინო ინვენტარის შესაძენად მიიღო. გერმანიიდან თავდაცვის სამინისტრომ მიიღო დიდი ფულადი დახმარება. ამ თანხის მიზნობრიობა ჯარისკაცებისთვის სამედიცინო ინვენტარის შეძენა იყო. არ მახსოვს, მაგრამ შესაძლებელია ტუკვაძის კომპანია ამ შესყიდვაშიც ფიგურირებდეს. ამ ჩვენების საფუძველზე ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანი კამერებთან ამ ეტაპზე არ ჩნდება. ის ჩვენებას ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ სავარაუდოდ სასამართლოში მისცემს. თქვენი სიძე როგორ გამოვიდა საჯარო ახსოვების დაწესებულებიდან? 11 წელია მუქრებოდა მას. ბურჭულაძის წინააღმდეგ მიცა ჩვენება? ჯარის ძარცვით და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებით თავდაცვის ექს-მინისტრმა სუსის მტკიცებით მილიონები იშოვა. მის სახელზეა რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება. This town was voted one of the best places to live in Europe. ეს ესპანეთია, მალაგაში, საკურორტო დასახლება ესტეფონა, საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი ევროპაში. აქ 300 დღე მზიანი ამინდია, ვიწრო ქუჩებზე გაშენებული ძველი სახლები კი მდიდარ ოლიგარქებს უკიდურესად იზიდავს. აქ ესტეფონაში იყიდა თავდაცვის ექს-მინისტრმა ვილა ეზოთი, რომელშიც 9 მილიონი ევრო გადაიხადა. სუსის გამომძიებლებს კი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა უთხრა, რომ ფული ჯერ ისესხეს. შემდეგ ვალი დედამთილის მიერ თბილისში ორთაჭალაში გაყიდული ბინის ფულით დააბრუნეს. 2025 წელს მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვეტეთ ესპანეთში სახლის შეგვეძინა, რადგან იქ სწავლის გაგრძელება უნდოდათ ჩვენ შველებს. უძრავი ქონების ფლობის შემთხვევაში კი ბინადრობის უფლებას მარტივად მივიღებდით. სახლი ნაკვეთით შევიძინეთ ჩემი ქმრის ნაცნობის, დავით ხიდაშელის მეუღლის, ლელა ამისალაშვილისგან 500,000 ევროთ. საკმარისი თანხა არ გქონდა და ვისესხეთ, თუმცა ეს ვალი 2 თვეში ჯუანშერის მეგობარს უკან დავუბრუნეთ, რადგან ჩემმა დედამთილმა გორგასლის ქუჩაზე ბინა გაყიდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი ჩვენებაში წერს, რომ ვილა ესპანეთის საკურორტო დასახლებაში ლელა ამისულაშვილისგან შეიძინა. ეს საინტერესო გარემოებაა, რადგან ამისულაშვილი პრორუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მეუღლეა. ხიდაშელი კარტოგრაფების საქმის მთავარი მეწმე და ის პირია, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს ქართულმა ოცნებამ დავით გარეჯის ამბის ასაგორებლად გამოიყენა. შემდეგ კი დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად დაასაქმეს, ანუ კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ სრულ ინფორმაციაზე წვდომა მისცეს. რა გარიგების სანაცვლოდ მისცა დავით ხიდაშელმა ვილა ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან პრორუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი გამოკითხვის დროს ამბობს, რომ ათობით უძრავი ქონება, ავტომობილი და სხვა სიმდიდრე დანაზოგით შეიძინა. ფული კი ამერიკაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობის დროს მოაგროვა. ნინო მხეიძე, მუსიკის პედაგოგია. 2011-2015 წლებში ვიმყოფებოდი ამერიკაში.
მუშაობდი ფორტეპიანოს პედაგოგად. უფრო ზუსტად კი ბავშვებს ვასწავლიდი პიანინოზე დაკვრას. როდესაც დაუბრუნდი მქონდა დანაზოგი, მაგრამ რამდენი არ მახსოვს. თუმცა ვიცი, რომ ეს ფული წყნეთის სახლის რემონტისთვის გამოვიყენე. ამავე დანაზოგით ვიყიდე ნაკვეთები კახეთში, მაგრამ რამდენად და ვისგან არ მახსოვს. სუს ვერ დაუსაბუთა უძრავი ქონების წარმომავლობა ვერც ექს-მინისტრის ცოლისთან. ბლიკა მხეიძე, რომელიც სამკურნალო მალამოების შექმნით არის დაკავებული, ვერ ამბობს, როგორ შეძლო თბილისში თითქმის მილიონად შეფასებული სახლის ყიდვა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით დისგან განვადებით შეიძინა. კომპანიას თქვენ ფლობთ ნინო დუმბაძესთან ერთად. შემოსავალი რამდენი გაქვთ? აი წლიური მოგება დაახლოებით რამდენი ხრჩებათ? საიდან მირეკავთ? ევე პირველიდან. გამოკითხვის ოქმი წავიკითხე და იქ ვერასაბუთებთ იმ ბინის თანხის წარმომავლობას, სადაც ცხოვრობთ. თქვენი არის, მაგრამ ფიქტიური გარიგება იყო ეს, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ შემოსავალი იმდენი, რა ღირებულებაც ამ ბინას აქვს, ამიტომ გეკითხებით. არა, ბინა არ არის ფიქტიურად ნაყიდი, ჩვენი ბინა მე და თქვენი დისგან იყიდეთ? დიახ. განვადებით მოგცათ თქვენმა და ბინამ? კი ბატონო. თანხას რატომ არ ურიცხავთ მაშინ განვადების მის ანგარიშებზე? ეს თანხა არ იძებნება. ჩემმა მეუღლემ გადაიხადა ბინის ქეში მისცა ჯუანშერ ბურჭულაძეს? არ ვიცი რაც გამოკითხვაშია, ამიტომ არ მინდა რამ თემაზე ლაპარაკო. გამოძიებამ ამ ეტაპზე ჯუანშერ ბურჭულაძის ფულის და უძრავი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს მიაგნო. ჯარიდან მოპარული მილიონების კვალს სუსი ახლა კრიპტოვალუტის ბაზარზე ეძებს. მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე. მოგმართავთ თხოვნით მიმართოთ შუამდგომლობით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის განკუთვნილ პლატფორმებს. დადასტურებულია, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის ოჯახი ფულს კრიპტოვალუტაში აბანდებდა. ფაქტს საგამოძიებო უწყებას მისი შვილები დავით და მიქაელ ბურჭულაძეებიც უდასტურებენ. მე და ჩემმა ძმამ 2023 წელს 125,000 ნაღდი ფულით ვიყიდეთ 5 ბიტკოინი, თუმცა ვისგან არ მახსოვს. კრიპტოვალუტის საყიდელი თანხა ქეშად მომცა, ოღონდ მას ესხა ჩემმა სიმაბრმა, გელა ქარდავამ. ბიტკოინები ერთი წლის ვადაში გავყიდეთ, თუმცა არ მახსოვს რამდენად და ვინ იყიდა. ჯამში ჩვენ ამ ბიზნესში ჩავდეთ 125,000 და მოვიგეთ 700,000 ან 800,000 დოლარი. მე და ჩემმა ძმამ შევქმნით კრიპტოვალუტა შეფირკოინი. მისი რეკლამირებისთვის 50,000 დოლარი გვასესხა ჩემმა სიმაბრმა. რეალიზაციიდან მალევე მივიღეთ თანხა 590,000 აშშ დოლარი. ასევე ფლობდით ბიტკოინებს, სოლანას და სხვა კრიპტოვალუტას. თუმცა ახლა აღარ გავგვაჩნია, ყველაფერი გავხარჯეთ. ბებია მერი, დედა მარინე, მამა დავითი, შვილი გიორგი, დავითი, მიქაელი, მეუღლე ნინო, ცოლის და ლიანა, მაზლი რატი, ცოლისმა ვასილი, შვილის სიდედრი, სიმამრი, რძალი, ზოზია ქარდავა, მძღოლი ნუგზარი და მოკლედ კიდევ ათობით ადამიანი ჯუანშერ ბურჭულაძეს კორუფციულ გარიგებაში ყავდა ჩართული. სუსის ფაილებში არ მთავრდება სია და იმ ქონებების ჩამონათვალი, სადაც თავდაცვის ექს-მინისტრის და მისი გარემოცვის დაუსაბუთებელ აქტივებზეა ლაპარაკი. ჯუანშერ ბურჭულაძე ახლა ციხეში 11 წლიანი მუხლით ზის. ჯერ დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა გავრცელებული ცნობით არ არის გამორიცხული, მან ალაპარაკება გადაწყვიტოს. საპროცესო გარიგებას რაც შეეხება, ჩვენ ამაზე ჩვენში გულისხმობ დაცვას და ბრალდებას, ამაზე საუბარი არ გქონია. არც ბრალდებულთან? არ გქონიათ ბრალდებულთანაც და პროკურატურასთანაც. ამაზე საუბარი არ გქონია. თავისუფლების სანაცვლოდ შესაძლოა ალაპარაკდეს ბატონი ჯუანშერის სანაცვლოდ ცრუ ჩვენებას არავინ არ მიცემს ჩვენი მხრიდან. ჯარისთვის მოპარული მილიონების საქმეზე ძიება გრძელდება და საინტერესოა მივა თუ არა კორუფციული სკანდალის კვალი ირაკლი ღარიბაშვილამდე.